მოგესალმებით, ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. დღეს მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, თუ როგორ იქცა ჩემი ქვეყანა სიკვდილით სახელმწიფოდ. და ასევე სულ შევეხო იმ თემასაც, თუ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. რატომ იქცა საქართველო სიკვდილით სავსე ქვეყნად? უპირველეს ყოვლისა, ეს უკავშირდება რუსეთს და მის სატელიტებს საქართველოში, იმ მოღალატეებს, რომლებმაც მოიყვანეს ხელისუფლებაში ის ძალები, რომლებმაც 1992 წლიდან მოყოლებული გააჩანაგეს ქვეყანა და მოკლეს საქართველოს ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. აი იმ დროიდან მოყოლებული საქართველო იქცა ტირანიისა და სიკვდილით სავსე ქვეყნად. ახლა მინდა შევეხო იმ თემასაც, თუ როგორ ხდება საქართველოში უცხოტომელების დამკვიდრება, ქართველების გაძევება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და გენოციდი. უცხოელების შემოდინება ახალი არ არის. ეს რუსეთის იმპერიის დროიდან იღებს სათავეს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამაში დამნაშავე არის ქართველი ერი. თუ შენ ხარ შენი ქვეყნის პატრონი, როგორ უნდა დაუშვა კოლონიზაცია შენი ქვეყნის უცხოელების მიერ, იქნება ეს რუსი, აზიელი, აფრიკელი თუ კიდევ სხვა უცხოტომელი, რომელიც გიქადის სრულ გაქრობას და გათქვეფას. ვისაც დაავიწყდა თუ რა არის რუსეთი, გადაიკითხოს ისტორიის სახელმძღვანელო და გაიხსენოს ივანე ჯავახიშვილის სიტყვები. არც არაბებს, სპარსელებს, მონღოლებსა და თურქებს არ დაუშავებიათ ის, რაც რუსეთმა და მისმა ეგზარქოსებმა დაუშავეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს სიტყვები გულის სიღრმეში უნდა აღწევდეს და უნდა ხვდებოდეთ თუ რა დღეში ხარ. დღეს რუსი ჩამოგიდით, ბათუმში აკრავს სტიკერებს და უკვე ულტიმატუმებით გესაუბრებათ. მაზნიაშვილის მიერ გათავისუფლებულ ბათუმში რუსი რეებს გიბედავ და ახლა ვიღაცა მამუკა ფიფიასნაირი მოღალატეების წყალობით ჩამოდიან აქ რუსი შავრაზმელები. აპირებენ ჩამოსვლას, არ უნდა დაუშვათ ეგ. და კიდევ რუსებმა რომ უვიზო რეჟიმი გაუხსნეს საქართველოს, აზიისა და აფრიკის არასტაბილურ ქვეყნებთან, სადაც ტერორისტებია და რომლებიც გეგმავენ აქ ჩამოსვლას დესტაბილიზაციისთვის. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ. ეს რუსეთის პოლიტიკით ხორციელდება, რათა დესტაბილიზაციით მოსვონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სადაც დესტაბილიზაცია ეგ არ არსებობს სახელმწიფოებრიობა. და ასევე უმნიშვნელოვანესია გაითვალისწინოთ ის, რომ ქვეყანაში უკვე ISIS-მა შემოაღწია, ანუ ისლამურმა სახელმწიფომ რამდენჯერმე, აი ამ რეჟიმის წყალობით. და კიდევ ეს ბილწი რეჟიმი, რომელმაც ცილი დასწამა თემირლან მაჩალიკაშვილს და ვერაგულად მოკლა, ეს კეთილი ადამიანი სრულიად უდანაშაულო და დააბრალა მას ისლამური სახელმწიფოს წევრობა, სრულიად უსაფუძვლოდ. აი ეს რეჟიმი ახლა თავად ეპატიჟება ისლამურ სახელმწიფოს ჩვენს ტერიტორიაზე და ეს რეჟიმი არის ფარსის, ტყუილის და ბოროტების რეჟიმი და ის დაისჯება. აუცილებლად დაისჯება ის ადამიანები, ვინც მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი და აგრეთვე ვინც დღეს კლავს ქართველ ერს. გადახედეთ რა ხდება საქართველოში. სიკვდილით სავსე ქვეყანა ვართ. მკვლელობები, თავდასხმები, გენოციდი. გენოციდის მეც ამას ვერაფერს ვერ უწოდებ. 2 წლის ბავშვი რომ მოკვდება ბაგაბაღში, ეს გენოციდი არ არის? დაუდევრობით თუ რით ხდება ეს მე არ ვიცი, მაგრამ რაღაც საეჭვოა ამდენი დაუდევრობა. ეჭვი გვაქვს ქართველ ერს, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება. არ ეყო რუსულ რეჟიმს ჩვენი ამოწყვეტა და ახლა საბოლოოდ სურთ რომ გაგვანადგურონ.
რუსული რეჟიმი არის ყველაზე ვერაგი რეჟიმი, რომელმაც თავის დროზე გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა და ავტოკეფალია. ამას მუდამ გავიმეორებ, რადგანაც შეუძლებელია რომ იცხოვროს სიცრუეში. და ახლა კიდევ მინდა იმ თემას შევეხო, რომ კოლონიზაცია ხდება საქართველოში და ქართველი კი რატომღაც კი არ იბრძვის იმდენად, რომ შეაჩეროს თუნდაც რუსი ბაიკერები ან თურქმენები, რომლებიც ჩამოდიან აქ და სახლდებიან კახეთში, ან კიდევ ჭიათურის საბადოების ხელში ჩაგდება. მე არ გულისხმობ, რომ ჭიათურელები არ იბრძვიან. მე გულისხმობ დანარჩენ ქართველებს, რომლებიც მეტად უნდა მიეშველონ ჭიათურელებს. ყორად შეხება კახელებს. ამოიღეთ ხმა კახელებო. თქვენ ერეკლე მეორის კუთხე ხართ, სადაც ერეკლე მეორე მოღვაწეობდა. ახლა თურქმენებს რო გისახლებენ და ღვინის ქარხანაში ამუშავებენ და თქვენ კიდევ საზღვარგარეთ მიდიხართ. იმის გამო რომ აგიკრეს გუდანაბადი საკუთარი ქვეყნიდან. არ უნდა დაუშვათ, ეგ ადგილზე იბრძოლეთ, თორემ მე აქ იქნება რუსულ ისლამური ვილაიათი. ვინ ჩამოასახლა ამდენი მუსლიმი საქართველოში? მე ვგულისხმობ აზიელ მუსლიმებს, კავკასიელ მუსლიმებს მე არ ვერჩი. იმიტომ რომ ისინი ჩვენთან ერთად იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ მე ვგულისხმობ არაბებს, კიდევ მათ მსგავს სემიტებს. ვინ ჩამოასახლა ამდენი უცხოელი ელემენტი კავკასიაში თუ არა რუსეთმა? რუსეთს იმპერიის დროიდან მოყოლებული. ვინ ასახლებდა აფრიკელებს? გაიხსენეთ კარგად. აფხაზეთსა და ყარაბაღში. ვინ ასახლებდა თავის დროზე შავკანიან მოსახლეობას? რუსეთის იმპერია ხო არა შემთხვევით? ავასაიდან აღმოჩნდნენ კავკასიაში აფრიკელები. ნახეთ ისტორიული ფოტოები, წაიკითხეთ მასალა. რუსეთი არის გლობალისტური სახელმწიფო. რუსეთი არის გლობალური ომის პარტია და სწორედ ის deep state-ი, რა ტერმინითაც სპეკულირებს დღეს ქართული ოცნება. სწორედ რუსეთია გლობალური ომის პარტია და deep state-ი. რუსეთის წამოწყებულია მსოფლიო კონფლიქტების 99.9%. ხო და არ დამიწყოს ახლა ვინმემ, რომ რუსეთი არის ქრისტიანული სახელმწიფო და მშვიდობის მყოფელი. ხედავთ მის ქრისტიანულობას და მშვიდობის მყოფებლობას. რა ჩაიდინა მან, რა ბოროტებაც. მიდით ულოკეთ ფეხები. რუსი, სადაც სახლდება, ის არ სწავლობს უცხო ენას. ის თავის ენას გახვევს. ახლა რო ქართულ სოფლებს ყიდულობენ, საქართველოს მოსახლეობაში რომ კვიდრდებიან და რუსულ სკოლებს რო ითხოვენ, ნელ-ნელა, ეტაპობრივად. ქართველობასაც რო ყიდულობენ, თქვენ წარმოიდგინეთ, აი, პასპორტებში უკვე უწერიათ ქართული გვარები. სანამ გამაგრდებიან, მე კვლავ რუსულ გვარებს დაუბრუნდებიან. და არა მარტო რუსები ყიდულობენ ქართულ გვარებს, ჩინელებიც, ინდოელებიც და ამავე დროს პაკისტანელებიც დაემატა და კიდევ სხვა აზიელები. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა აქ რო დასახლდება და ერთმანეთს დასხებენ ესენი ბოლოს. როცა ჩვენ გაგვანადგურებენ, მე ერთმანეთს დასხებენ და ჩვენი მემკვიდრეობა წაიშლება ამათი ბრძოლების დროს. ეს გვინდა ქართველებო? დაბრუნდეს ყველა ემიგრანტი საქართველოში, სანამ ამის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, სანამ აქ ჯერ კიდევ არსებობს საქართველო. შეგახსენებთ, როგორც წინათ შეგახსენეთ. ხომ გიყვართ ევროპა, ძალიან კარგი, მაგრამ როგორ შეძლო ევროპამ თავისი სახის შენარჩუნება? ერთობით და თავის მიწაზე ყოფნით. ევროპელები რომ წასულიყვნენ ევროპიდან, როცა იყო არაბთა შემოსევა, მაშინ რეკონკისტა ვერ განხორციელდებოდა და არაბები დაიპყრობდნენ საფრანგეთსაც და მთელს დანარჩენ ევროპასაც და იქნებოდა დღეს ევროპა ისლამური. ხო და მე გეუბნებით, ქართველი უნდა იყოს საქართველოში და იბრძოდეს თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და დაამხოს ეს უკანონო ხელისუფლება თავისი მასიური უწყვეტი პროტესტით. მშვიდობიანი პროტესტით, რასაკვირველია, ჩვენ რო გვაბრალებენ თქვენ ომი გინდათ, ომი ჩვენ კი არ გვინდა. იმას უნდა ომი, ვინც უცხოელებს ასახლებს აქ, ვინც ქართველს ერეკება თავისი ქვეყნიდან და ვინც ოკუპანტებთან თანამშრომლობს, ოკუპანტს ბოდიშს უხდის და იმ ოკუპანტს ეტენება, ვინც საქართველოს სრულ გაქრობას უპირებს. აი მაგას უნდა ომი. არც ერთი ჭკუათმყოფელი არ შეეგუება ამ უკანონობას, ვერ ჯარიმებით,
ვერც ციხეებით, ვერც ყლელობებით ვერ დაგვაშინებთ, ვერა.